თითქმის არ ლაპარაკობთ ეკლესიის შიგნით არსებულ პრობლემებზე. ეს სიფრთხილეა თქვენი შეგნებული გადაწყვეტილება, თუ აი რითი აიხსნება? მე ვამბობ რა არის სწორი, როგორ არის სწორი. ადამიანები მიხვდებიან ვინ რასაც აკეთებს, სწორია თუ არა. ხილება ორნაირია. ერთი რომ პირდაპირ დაეჯახო და შენ ესეთი ხარ და შენ ისეთი და მეორე როგორი უნდა იყოს ადამიანი, მღვდელი, დიაკვანი, ეპისკოპოსი. მე რო ვიკითხო მაგალითად რა არის ეკლესიაში დღეს ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ეწინააღმდეგება ქრისტიანობის არსს, ამაზე პასუხის გაცემა შეგიძლიათ? რა თქმა უნდა. აი რა. ქრისტეს უწოდებრობა. ქრისტე არ იცის ხალხმა და არ იციან სამღვდელოებამ. იცით მე სანამ მღვდელი გავხდებოდი, 10 წელი ვსწავლობდი ქრისტეს. 10 წელი, 92-დან 2002-მდე. იქ შვალედებში იყო ჩემთან შემოთავაზება მღვდლობის, ყველაფრის შემოთავაზება იყო, მაგრამ არ წავედი. მე მინდოდა ქრისტე შემეცნო და არა მღვდლობა. მე ქრისტეს შეცნობა მინდა. ეხლაც. ამიტომ მე ახლა ტრაქტორიდან მღვდლის სკამზე არ დამძარვარ. ეხლა ის მღვდელი იქნება თუ ეპისკოპოსი პიროვნულად რაღაცებს რო ცოდავს, ის მოკვდება და ეს ცოდვაც გაქრება. მაგრამ ის რაღაცას რო არასწორად ასწავლის, იმას ხალხი აყვება და ეს ცოდნა, არასწორი ცოდნა ქრისტესი დარჩება. გესმით? ეს გაუნათლებლობა მოკლედ ეკლესიაში თქვენი პასუხი შეიძლება ისე გავიგო, რომ არა მიზანმიმართული პოლიტიკა, არამედ გარემოებებით განპირობებული რეალობაა? სხვადასხვა ესე საინტერესოა, რომ აი ჩემ ხალხს არავინ არ აკურთხებენ, არ უნდათ ჩემი ხალხი, ვინც განათლებულია. აი მაგალითად ერთმა დაამთავრებინე სემინარია დაამთავრებინე, აკადემია დაამთავრებინე, დაამთავრა 10-ზე. სტიპენდიანტიც კი გახდა, რომელიც იშვიათობაა. ეხლა ტაქსი წარმოშაობს, იმიტომ არავის არ უნდა ეგეთი. ანუ სასულიერო პირი ვერ გახდა საბოლოოდ. ვერა, იმიტომ ჩემია. დიაკვანი, რომელმაც იცის ძველი ბერძნული, ახალი ბერძნული, რუსული თავისთავად, თარგმნის წიგნებს, 17 წელია დიაკვანია. წარუადგინე და არ აკურთხეს. 2 წლის დიაკვანი აკურთხეს. იმიტომ რომ ჩემია.